მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამარჯობათ. ამ კვირის ბოლო გადაცემა არის სამდაკო ბოდის გიხდით დაგვიანებით თქვენს ოჯახებში შემოსვლისათვის, მაგრამ არა უშავს გვაპატივებთ კარგი შოუ. მე რატო არა მაქვს დაპრინტული ჩვენი ბრენდული ჭიქა, ეგ მაინტერესებს ამასობაში. ჭიქა გაუტყდა ჭიქა და რას ლაპარაკობს? ულტრაისფერის ამბავია? გაუტყდა და ან რაღაცნაირად არევასები, ცოტა ფრთხილად დარგი. რაღაცა არ მივეკარები. გოგოებს თუ არევასები, ჭიქას ხელი არ მოხდა და არ დარგიო. გაგიცვლი თუ გინდა. მოდი, გინდა გაგიცვლი, მოდი. შევი არ ჩას მაინდა, შევი. ვატარებ ამ ძიმე ჯვარს. კი ბატონო, კარგი. ლევან სალიგიძით დავიწყოთ ჯვარი გაგვახსენებდა ხოლმე და ყველა ესეთი რეჟიმის ნგრევას, რომელსაც ჩვენ უყურებთ, უფრო მძიმე რეჟიმების, ახლა ამაზე მძიმე რეჟიმების, ახლა სირიაში და ვენესუელაში, სადაც ადამიანებს ხრეტდნენ. ივანიშვილი ჯერ აქამდე არ არის მისული, ხო? მთავარი, რაც დასავლეთს აქვს დოქტრინალურად, არის რომ უნდა იცოდეს ზუსტად ვინ არის ამის შემცვლელი. ვინ მოდის? გასაგებია რომ ეს უნდა წავიდეს და ამიტომ ეხა იმდო კი არ ვამბობ ამ შედარება მომეწონა, მაგრამ ზუსტადაც რომ იმ რეჟიმებთან, რომლებიც ადამიანებს ხრედნენ, დასავლეთი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. ეს აბსოლუტურად ოღონდ. თუ იცის ამან, არ ვიცი, სირია ახსენა, ხო? სირიაში განსაკუთრებით ძალიან მჭიდროდ. ანუ სირიაში ყოფილი ტერორისტი ყავთ პირველ პირად და ეხაც შეუტია კურდებს მოვიდა თუ არა გადაცხრილებს მთელი ქრისტიანები. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ადრე ტერორიზმზე ხო იყო ძალიან ესეთი აზრთა სხვადასხვაობა, რომ ვინ რას და როგორ პერსპექტივაში ხედავს ტერორიზმს და მე მახსოვს რომ დასავლეთის აზრი იყო როგორი ცალსახად ერთნიშნოვანი იცი რომ ერთხელ ტერორისტი მუდამ ტერორისტი რა და ესეც კი გადაიაზრეს მკვდარი ტერორისტი და ესეც კი გადაიაზრეს სირიის შემთხვევაში დასავლეთ ეხლა სხვასაც შეიძლება დავამატებ თუ შეიძლება თუ სიტყვას პრობლემა იმაშია რომ ჩვენო ვერ წარუდექით დასავლეთსო როგორც რეჟიმის შეცვლის შემდეგ მართლა ანუ შემომხედაო ჯო ვილსონმა და შენო მამა შენზე უარესი ხარ ჯო ვილსონმაც კიო ჯო ვილსონმაც კიო ეს უკვე თქვენი ჰაბიტუსის თქვენი სოციალური და პოლიტიკური ჰაბიტუსის ბრალია და ლევან სამიმართავ მაგი ბაჭაჭყანა არის სკინტლიანი აი სკინტთან შედარებით უფრო სერიოზულები რო არა სხვათა შორის მეგობრებო ძალიან მაინტერესებს სკინტთან შედარებით უფრო სერიოზულ ტიპებზე ახლა ლაპარაკობ სად არის შინაგან სამინისტრო არა სად არის და ბებერ თაგდები, სად არიან ბებერ თაგდები. ცივცეში გამოჩენილი. შეწმენ. აი სვეჟა შეწოლილები. ჩაკიმეს, ციხური ტერმინი თქვა. ბუხარი, პლედი. არა, ნუ ალბათ რაღაცნაირად შეიძლება ცოტა მარკესი. აზრი არა აქვს, მაინც მოხდეს ციხეში როგორც ხედავთ. ყველგარი მანერა. რას შვება საბას დაჯილდოება? საბას გააგზელებს. ლაურეატები როდის უნდა გამოავლინოს? მე მგონი აღარ იქნება. ლაშა ბუღაძემ რაკნას მე. ამ თავისაბა გაიკეთოს ერთ ადგილას. თემიდან გავედითო რა. ხო, გასულები არიან. სხვა შორის კიდე კულტურის დასახმარებელ ფონდს ქმნიო, გახსოვს? კი, მახსოვს ძალიან. გასქმნიო. კულტურის დასახმარებელ ფონდს ქმნიო ხაზარაძემ და სადაა? რატო არ ეხმარება ლაშა ბუღაძეს? ლელოს დატოვა. ლელოში მე მგონი ფულს აღარ ჩადებს, ჩემი აზრით. და თვითონაც გიჟი ხო აღარ არის. ანუ შეწვარა საქმიდან არაფერი არ და მე ლელოსში ობლებს რა ეშველებათ ლელოს სახელმწიფო დაფინანსება აქვს თუ არა ლელოს ეგ საკითხია მოიცა ლელო დატოვა რას ნიშნავს ხო ლელო მაჩვენა საპარლამენტო შედეგი რაღაც შედეგი ხო აჩვენა წინა არჩევნებზეც ხო აჩვენა შედეგი შესაბამისად რა შედეგიც აჩვენა ლელო დატოვა გაზგულის ხო აღარ არის ლელოს ლიდერი. თუმცა მან უმნიშვნელოვანეს საჯაროდ რო აღარ ჩასა გაზგულის ხო თუ რამე გამოვჩამდა დატოვა პარტია. თუმცა მან უმნიშვნელოვანეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, თუმცა მან უმნიშვნელოვანეს ფაქტორი ისა რომ ყველანაირი დათვლით ლელოს უჯდებოდა ყველაზე ძვირი თითო ელექტორალური ხმა, ანუ ლელოს დაუჯდა ყველაზე ძვირი ხმა, თითო ხმა. ერთი კარგი იდეა მომა. შესაბამისად ის შედეგები რაც დადეს არჩევნებში ოპოზიციური პარტიისთვის თან ესეთი ახლა შექმნილისთვის თქვად ესეთი რა ხელმძღვანელობები ყველას მოეწონება თუ შეიძლება ეხა მომივიდა თავში ჩვენ იცით რომ მიმდინარეობს ზადება საუბარი მიდის არაღიარების შემთხვევაში როდესაც პარტია პოლიტიკური ჯგუფი არაღიარებს კონსტიტუციას და მოუწოდებს კონსტიტუციის არაღიარებისთვის გარკვეული სანქციების ან
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაზიარებას. რითი შეიძლება იცი ახლავე დავიწყოთ? რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომელიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, ფულს მაინც ნუ ვაძლევთ. ეხლა ვაძლევთ თავად ფულს. ნუ მივცემთ ფულს რა. Это гуманно. აი ხვალვე შეიძლება ამის გაკეთება ჩემი აზრით. მე უბრალოდ ეგეთი იდეა მომივიდა. კარგი, კიდევ ლევანსანი კეცა. პერებორი ხო არა? ყველა ციხეში ზის. ანუ ეს ხო მარაზმია ახლა. აი კოცებისთვისაც მარაზმია დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ აქამდე ხო მიდგომა რა იყო, რომ მიშა და ნაციონალები იჩაგრებიან, ხო, რა მოხდა ის იჯდეს, ეს იჯდეს. აი ხა საკუთარ ტყავზე გამოცადეს, აი ბირთვულმა კოცებმა. აი ისეთმა კოცებმა, რომლებიც ამაყობდნენ, რომ კოცები არიან. იმიტომ რომ კოცებში არის ორი დაჯგუფება, ერთი რომელსაც უტყდება რომ თქვას, რომ კოცია და მეორე არის რომელიც პირიქით ამაყობს, რომ აი 2012 წლის შემოქმედი. ჩემდა თავად შემიძლია ვთქვა, რომ იმ კოცის დედავატირე, უძაფრადაც ვისაც უწლება რომ დავიძმა. აი კოცის დედა ვატირეს ვამბობ, იმიტომ რომ ესე მაშინ. ბატონო. და ამას რა ილუზიები აქვს არ ვიცი რა. არ ვიცი ხო. არა, ნუ ეს მაინც ისა ჭყლოპინა. ვინ არის ციხეში? ვინც იმსახურებდა ყველა ციხეში არის. არ არის ყველა ციხეში სხვა ჩვენს. Это гуманно. სხვა ჩვენს ადეიშვილი და მაგრამ ვინც ციხეში იმათ არ ქონიათ პრეტენზია რატო ვარ ციხეშიო და ამას რა როგორ არა აქვს კაცო. ისინი ჭղავიან რომ რატო ვარ მაგალითად რა პრეტენზია აქვს ბიჭო სპეციალურად ჩაჯდნენ და გაერიდნენ პროცესებს. ის აქ იცი 4 ოქტომბრამდე ვინები ჩაჯდნენ? 4 ოქტომბრის პატა ბურჭულაძეს და მანამდე ვინები ჩასხდნენ? იცი რას ამბობს აი მაგათი ადვოკატი ერთი ადვოკატი ხო ერთ კაცი ამბობდა რომ იმპოტენტია როგორ გააუპატიურებდა გახსოვს ეგა ხო იყო აი ეგ ადვოკატი ერთ-ერთი ადვოკატი ეგეთი ყავთ ბურჭულაძეებს და სასტავს და შენი აზრით რას ამბობს თავიანთ დასაცავ პირებზე რომ გაუშვითო რატო ამბობს ერთი არგუმენტირებს გეტყვი ბურჭულაძე საჭურისები არიან ნუ კი დაახლოებით ეს იყო პოლიტიკური დადგმაო კამერები ნახეს აუ საღო სვეჟია ძმაო პოლიტიკური დადგმა იყო თეატრი იყო არათარი პერფორმანსი არანაირი გეგმა არ არსებობდა იქო აუჩიჩინდათო აუჩუჩუნდათო ელექცია განიცადა და ეგრევე პროსტა რატოდაიაშვილი ხო რეჟისორობდა ეს თუ იყო პერფორმანსი ანუ მანამდე 4 ოქტომბრამდე რატო იძახდა ჩვენ ეგეთი ფორსირებული ანონსი და პუშინგი რო აი დავაი ხა აწყობთ რეოლუციას ყველა ვარიანტი ყველა ვიზუალურ ხელოვნებას თუ დადგმით ხელოვნებას მარკეტინგი ჭირდება და მაგრამ მან პრობლემური რაც იყო კიდე შენ ძალიან საინტერესო რა ეხა უყურებდით პაატა ბურჭულაძეს და უხდებით რისი ამწევია ხა პაატა ბურჭულაძემ რო თქვას რომ რო ეთქვა რომ პირადად მე ჩავდივარ და მე მოვიპარავ მადუროს რა მარტო უხედავთ რომ გამორიცხულია მაგრამ რადგანაც ასე ლაპარაკობს ვა შეიძლება და რაღაცას აპირებს რა და მადუროს ფიქრობდა რომ ხო და უყურებთ და ჭვაკ ხაბეიშვილი ისინი ესე ანონსებდნენ და უბრალოდ იმას მაინც ვფიქრობდით რომ ცოტა პრობლემური დღე იქნებოდა და არა ის რომ ერთი პეპერ სპრეით ყველაფერი გავითვალისწინეთ რეოლუცია დავგეგმეთ მაგრამ ეგ არ გავითვალისწინეთ და პოლიცია პეპერ სპრეით შეგვასწავლა ღობე დაგესხმებოდა ღობე ცალკე დავზაგესხმა ღობე დაგესხმა მაგრამ მე ყოველად გაუთვლელი სცენაა მაგრამ მე მაინც უფრო ეგ პრიმიტიულ კატეგორიებში მომწონს რა რო გავუყვეთ ესე იგი ესე რო ვიაზროვნოთ შეხედე გეგმავ რეოლუციას შედიხარ ესე პროზაულად აზროვნოთ პოეტურად უნდა დაიწყოს ხო შეხედე გეგმავ რეოლუციას მართლა ოღონდ აი რა ჟანრია ეს აი რა ხდება ხო და იქნებ სატირა იყო რა საბავშვო პერფორმანსი დილა პატა გეგმავ რეოლუციას ის პატა კიდე ვინ არიან მანდ დუპატა ტაპატა და ტრაპატა თუ გამოვიდა თუ იტყო ეს იყო სატირული წარმოდგენა რომლითაც ჩვენ გავაკრიტიკეთ არსებული ოპოზიცია და ვანახეთ ყველას რომ როგორი მკითხი არის აქ რევოლუციის ყველანაირი მცდელობა მაშინ მე ძმაო თანახმავა რომ სვაბოდაზე იყო იმენა დოქტორ სტრეინჯლავი დაუდგიათ და ეგა მართლა ოღონდ დოქტორ სტრეინჯლავი გავუკეთეთ ბიჭო შენ კიდე კაი მოსამართლე არ ხარ რა ისა ლაპარაკები მთელი ამბავი ფარული საუბარი შენ სერიოზულად რატომ პასუხობ მაქედან დავიწყოთ კაი მოდი ცოტა კომენტარი ყველაზე მაგარი გაპრავება არის თუ მართლა შენ არ პერიფრაზირებ და ადვოკატი მართლა დაცვის იმას მაგას აწვება მოძებნეთ რა ანუ ეს იყო თეატრი
და ეს იყო ზუსტად ეგ რო ან მაქსიაც რამიზანი ქონდა. კამერები დაინახესო და ავარდნენო რა. არა, თუ ეგ დაინახეს. არ ქონდა და სატირული წარმოდგენა. სატირული ეგეთ სიტყვები შეიძლება არ იცის იმ ადვოკატმა, მაგრამ იძახესო ეს მივაწოდე აგერ იდეები. შოუ იყო. კი ბატონო, მიაწოდე. ცოტნე კობერიძე, კულტაბიჩი თქო. მე ამაზე რა ვიცი, კიდე ერთხელ არაფერს ახალს არ ვამბობ. მე ვამბობ, რომ ბოდიში მაქვს მოსახდელი იმისათვის, რომ 4 საღამოს თქვი, ჯერ მოვიკეთ ტაში დავკარე და გამიხარდა და მე 15 წუთის მე მე იგივე ილაპარაკეთ რაც სოციალში მოხდა პოლიტიკურმა ასპექტმა და მთელი ამის მაგალითიც იყო, რომ მეორე, მესამე, მეოთხე დღეს იმ ადამიანების ჩართულობა ისეთია. ხო, გასაგებია. 4 როდის 24-ში. 4-ში ოქტომბერს ამბობს თუ ოქტომბერს ამბობს. 24-ში ხო არ ამბობს. ოქტომბერს ამანაც კი მართლა როგორი იმედები ქონდა რომ კულტაბიჩი არ იქნებოდა რა. ამანაც კი თქვა რომ მოვიგეთო? რითი მოიგო? აბა 4-ის ხო არა თუ არის? 24-ს ხო არ ამბობს? 4 თქვა და 24-ში 4-ს ამბობს ხო? 4-ზე საუბარი. 24-ში ხო გახსოვს? გახარებულები რომ გამოვიდნენ. ის თავარი ზურაგირში გამოვიდა და დიდი ხანია მინდა. როგორ მიდოდა ეს მეთქვა? ქართული ესება გააც ოპოზიციაში მაგრამ ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა მაგარი რაღაცა ზურაგირში და შეიძლება თქვა ეხლა მაგარი. განვითარების ის ეტაპია რომ რეპი უნდა ჩაწეროს ეხლა ამან. ანუ ისეთი ინფანტილური ტიპია. გურულად შეფუთული ქალი რო ხო ჩაწერა? კი, ხო და მაგასთან ერთად. ზმანზე იქნება ისა და მის სამღერში ოღონდ საჯდომით ვოკალიზება უნდა იყოს. რუსეთი კარგად იყო. ოღონდ სწრაფად ლაპარაკ ამერიკის სამხედრო ნევის ნევის კურტკა, ერბორნის კუდი, ხო, აბსოლუტური კოკა-კოლა ხელში, ჰამბურგერი, შეიძლება საჯდომითაც კოკა-კოლა. ვაფშე ყველა. ძიასემი და აი რაც კი დოლარი. კი. რეპერები დოლარებს ხოს. კი, აი რაც კი ამერიკასთან რაც შეიძლება ხო. ისე სხვა შორის მაგას რო თავის ბრძოლის იარაღზე ძიასემის სტატუა ეგ კონდეს. I want you. აი საღოლს. ხო, მაგრამ მაგას არ ევასება. კეპკებით ეგრე მარტივია. ტრამპი არ ევასება, ტრამპი. მე ძიასემი უფრო დიდი იდეა ვიდრე ტრამპი. ძიასემი და ტრამპი დაახლოებით დაგვი მიმაჩნია ის ძიასემი. მე დაჟე აბსოლუტურად ტრამპი უფრო მგონია. უფრო მაგარი ძიასემია. ძიასემი ბევრად Make America Great Again და Great იყო ძიასემის დროს კაცო. არა? კი ბატონო. კაი, ცოტნე კობერიძე, ამიტომ არ გამოსულა კულტაბიჩობიდან. გია ბარამიძე. თვითკრიტიკით უნდა დავიწყოთ ის, რომ რა თქმა უნდა ოპოზიციური პარტიები ვერ ვართ იმ მოწოდების სიმაღლეზე, როგორზედაც უნდა ვიყოთ, იმ თვალსაზრისითაც, რომ საზოგადოება ხედავს, რომ არა აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი პარტია არის, ოპოზიციურს გულისხმობ, პარალელურად მოქმედებს რა კრემლის პროპაგანდა, რომ აი ყველა ერთნაირია, აი კოციც ერთნაირია, ნაციც ერთნაირია და ყველა ერთნაირად ცუდია, ამის პარალელურად ვინც კი პატრიოტული პარტიები ვართ, ვერ ვახერხებთ ყველაზე ვიტყვი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველაზე ნაკლებად გვეხებოდეს ესა ნაციონალურ მოძრაობას და პრეზიდენტ სააკაშვილს, ვერ მოახერხა ოპოზიციურ პარტიებმა ეჩვენებია, რომ უკანა პლანზე გადავწიოთ ჩვენი პირადი პარტიული რაღაცა ამბიციები და ასე შემდეგ და წინა პლანზე დავაყენოთ ერთიანობის ინტერესები გამომდინარე ქვეყნის ინტერესები. ანუ ამას რო იმერ ვისემართლებიან მე თავის თავს რო მოკითხონ არ უნდა? არა, ძირითადად. ანუ ისე ლაპარაკობენ თქოს, აი მე აუკრძალა. ახლა უყურე როგორც კი საქმეზე გადაიხარ, გახარი არის თავარი მტერი, რადგან პარლამენტში შევიდა. მე ლელოს ეძახიან. ნუ ლელო პრაქტიკულად კაპიტულაცია გამოაცხადა ორმა ლიდერმა, დამფუძნებელმა, არსად არ ჩანს. დაკარგულია თვითონავის განავლივით, ბოდიში ასეთი ცუდი შედარებისთვის, ყალგასული შედარებისთვის, მეც ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. და კიდე ისინიც არ მოსწონს, არც გირჩი მოსწონთ მაინდა-მაინც, ხო? არ მოსწონთ. მათგან წასულებიც არ მოსწონთ. და ასე შემდეგ რა. პარტია რო გააკეთა. აი მაგალითად კლასიკური დაშლის სქემა, თავის ძროზე ხო ბოკერიამ დაშალა ნაციონალური მოძრაობა. კლასიკურად დაშალა მან ვარამია. კლასიკური ფული საიდანაც აიღო და დაშალა. კი. ანუ ჯამურად რასაც ადრე იღებდა ნაციონალური მოძრაობა, ეხლა ამასა და ნაცმოძრაობა შორის გაიყო. ანუ ახალი ხმა არ მიიღო. მაგრამ ყველაზე მაინც პირველი და გარდამტეხი ბოკერიას იყო და ბოკერია მაგის შემდეგ გაფორმდა ოფიციალურად წაგების ლოგოდ, როცა თუ არ ვცდები 21 კაციანი 21 კაციანი მანდატიდან დარჩა ამას 16 თუ არ ვცდები.
7 მაშინ ნაციონალურ მოძრაობას, აი მელიაც მაგ პერიოდში ნაცებში იყო და ნუ მაშინდელი ტელევიზია დაჟე კიდე არსებობდა ტაბულას გრანდიოზული და დიდი ტელევიზია. არა, თუ დახურული იყო, არ მახსოვს. ნუ ყველა რესურსი ჰქონდათ, ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდათ, მაშინ კეზერაც მაგათას აპორტებდა. და ადამიანმა შეძლეს, რომ საერთოდ რადარიდან გაქრნენ და ბოლოს თავისივე გაკეთებული პარტიიდან გამოაგდეს ეს ცოლქმარი და ნუ სასაცილოა რა. არა, გამოგდებების მაგრამ ფოთში მინიდისნეილენდი ხო გააკეთე? ეგ უკვე დამოუკიდებელ, არა, არ იყო დამოუკიდებელ კანტონი. ხო, ეგ მაგ ევროპული საქართველოს მაშინ გიგი უგულავამ დატოვა საქართველოს ძმაო და გადავიდა. რას მეუბნები? აბა. უკრაინაშია. მოიქის და უკრაინაში რა უნდა გადავიდა. ეხა ფული შოვნის მომენტიაო მანდოს დენი არ არის და. მერე? რა ფული უნდა იშოვოს? არა, იქ რა უნდა იშოვოს გაერი. კორუფციის მამა ჩავიდა, ეხა კორუფციის ყველაზე მყიფე იმაზე. გლებთან ჩავიდა, როგორებთან იცი? იქ ადეიშვილები რაღაცას დაახვედრა. გაცებს რაღაცა თავისი კლასტერი აქვს კიდე იქ. ხო, მაგრამ ნუ ხო და მაგიტომაც წავიდა. ამე კორპუსს ჩადგავს. ფული შოვნის ბიჭო იქ. მაგის ერთი ადგილი არა. ხუხაშვილი, რომელიც გაფუჭებული საათივით სუტკაში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს, ეხლა ერთ-ერთი ესეთი ძალიან დიდი თქვი შენ სუტკაში 2 ბევრია. მაგრამ გაფუჭებული საათი ეგრეა. ბანძი გაფუჭებელ კლევებს ხო? ხო ხედავე რომ სავალალო მდგომარეობა კი ბატონო ხალხს ხელისუფლება არ მოწონს, მაგრამ ისინიც რო არ მოწონს, ამაშია პრობლემა. და ნაცვლად იმისა რომ ხალხთან იმუშაონ, ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ, ხო? ნაცვლად ამისა ტელევიზორებში რაღაც აი ამ პოზაში დგომი და ფეხების ბაკუნით არიან დაკავებულები. თქვენ კაი ხალხო, წადით ხალხში, მოიპოვეთ ხალხის მხარდაჭერა და ამ შემთხვევაში ხელისუფლებაც ანგარიშს გაგიწევთ. ხელისუფლება ესე აგდებულად იმიტომ გექცევათ, რომ იცის თქვენი რეალური ფასი ხალხში რა. ეტო გუმანნა. კი ბატონო. მიდი ხუსონ მონდელა, მიდი. მოდი გავუშვათ ლევან სამუშია. აი, დისპეჩერი კაცი, რამდენი ხანია არ გაგიშვია. არის საუბარი და გამოსავალზე თუ არის საუბარი, გამოსავალი არის არჩევნები ახალი საპარლამენტო არჩევნები და ამ ახალ საპარლამენტო არჩევნებში ოცნების გასტუმრება. აი ეს არის გამოსავალი ჩვენ ყოველთვის წამდა და წამს რომ ოკ. ვისთან არის ეს? ლელო. ლელოს უნდა არჩევნები? არჩევნებს გავემიჯნოთო? არა, კაცო, მე ხო შემოატრიალეს, ეგ ხო ინანეს. შეცდომარო დაუშვეს მაგაზე. უარ შევედითო, ხო? ო, აბა, ეხო აღიარებულია, მე ხა იმაზე. თვითმართველობის არჩევნებს ხო გავიდნენ, გასო? ხო, მართალი ხარ. გასაგები. გავიდნენ. მას შემდეგ რაც ხო, კი ბატონო, ციხიდან რომ გამოვიდნენ, გავიდნენ, ხო? კი, ძალიან კარგად მახსოვს, ძალიან კარგად. ირაკლიკუ ვიცემერად, მიდიოდა ტერორისტი ელისაშვილი. ალოკე. ო, ალოკე. მესოდება უკვე. ბიჭო, აი ხაზარაძე რო ხარ. ხაზარაძე რო ხარ. აი ჯაფარიძე ვაფშე სლიპი ჯუარი, მაგრამ ამხელა ფული გააკეთე. ამ შოთან არ გთხოვს მაგ ფულის წარმომავლობას ჯერჯერობით. და ვიცი, ბევრი ცოდვები და გრეხები გაქვს რა, მაგალითად ციხიდან მოკავდა, იზოლატორიდან მოკავდა შეუსაბამო გარიგებაზე ხელმოსაწერად ბანკის დირექტორი, რომ ბანკი აგეხია, ხო, დაუშვათ, ხო? კაი რა, დამშვიდდი რა. აი რა გინდა? უნდა იყო გნიცონ მონდელა, მაგრამ ხო რა, არ ვიცი. აქ საუბარია ბანკ კონსტანტაზე, ხო? კონსტანტაზე, გაეცნებული ფაქტია. კი. ჩერგო თუ შეიძლება. საერთოდ არ გახდებოდა არ წესები საჭირო სტრატეგიაც გვეყოფოდა რომ არ იყოს საუბარი რომ რაღაც ფართო ერთობა გვინდა და ამიტომ გვინდა რომ წესები გქონდეს რომ ლელომ და ნაცმოძრაობამ ვის არის ამ ევტოკრატიული ინსტინქტებით გამორჩეული პარტიები ხო გაითვალისწინონ რომ ამ სუფრაზე ასე ვერ მოიქცევა რა ანუ რაღაც დემოკრატიულ წესრიგს უნდა დაექვემდებაროს და შეთანხმებას მივახციოთ ამაზე რომ რაღაც თანასწორობის პრინციპზე ვდგებით კი ბატონო და მშვიდობიანი პროტესტის ჯერა და ერთი წამი რაღაც მინდა აი თამარას რო ვკითხო ეხა შორიდან აი ესე რა მეგობრულად რა მართლა და მაგაცურად და გულის ტკივილით რა ჯო დაახლოებით ამდენი წელია ლაპარაკობთ ჯერ ხო თქვენ დაშალეთ ეგ ერთობა ორჯერ და ეგ გავიგეთ რაც ვლაპარაკეთ მაგრამ ჯო ამდენი ხანია რომ ამ ერთობაზე ლაპარაკობთ
ხო იცი ის რო არის რომ დავაი მოდი გადავწყვიტოთ ერთად რომ არ გავაკეთებთ მოვაწეროთ ხელი იმდენად არენდობით ერთმანეთს რომ ჯერ ხელს აწერენ მერე იფიცებენ საყოველთაო დაფიცებები იმიტომ რომ არენდობიან იმასაც არ ღვევენ მე მახსოვს ადრე რო ისინი იყო გახსოვს შეკრებები საყოველთაო იმაზე ამ ერთობაზე გირჩებმა რომ თავიანთი შერიფის გეგმა წარმოადგინეს და ეგ სისულელები აი იქიდან მოყოლებული ვერ ერთიანდებით და ხალხმა რა პონჩი უნდა დაგიჯეროთ რამეზე. იმიტომ რომ ესე იგი გჭირდებათ რაღაცა მეტასისტემა, ესე იგი მეტასიმრავლე, რომელიც გაგაერთიანებთ, იმიტომ რომ თქვენით ვერ ორგანიზდით, ვერ გაერთიანდით ვერაფრით, ანუ არ ხართ პოლიტიკოსები, დასტოვანი პოლიტიკოსები არ ხართ პირიქით. ოღონდ ავტოკრატიულოს ეძახის ლელოს და ნაცმოძრაობას თავის და თავის ხმრისას არა და თანასწორ უფლებიანობაზე საუბრობს ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელში, ან ყველაზე მყიფე ძალაუფლებასაც შეიძლება გამოავლინო რა. იქ განსხვავებული აზრის გამო თავის პოტენციურ მხარდამჭერს და ამ რევოლუციურ პროცესში მხარის ამბმელს ბავშვებზე ეუნება ჰარემში წაიყვანეო და ბორდელში გაუშვიო არ შენი არასრულწლოვანი გოგოშვილებიო. ანუ ეს კალი ლაპარაკობს რომ თანასწორ უფლებიანობა უნდა გქონდესო ნუ რა ისა აღოლსმა. სვეჟია. არ ვიცი ხა ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებრად შეგო რომელსაც მიკროსკოპული რეიტინგი აქვს უარყოფითი ოღონდ. მაღალი უარყოფითი რეიტინგით საქმეა, გაიგე? როცა ადამიანებს მასობრივად ზუხარ, მაგრამ პროსტო ფეხებზე კიდიათ შეგო და რა პირობები უნდა უკანახოს, თუნდაც მონსტր პარტიებს წარმოქმნა არ მაქვს შეუძლებელია რიე. ბოკუჩავა თინა თუ შეიძლება. აიფონჩიკ. ჩვენი მიზანი მაინც ეს უნდა იყოს და ჩვენ მაინც ამისკენ უნდა ვიაროთ რა კონკრეტული სულებით, ასე ვთქვათ, ამაზე იმედია რომ მოახლოეს პერიოდში შევძლებთ შეჯერებას ის პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვება, რომელსაც შეიძლება განსხვავებული ხედვები ქონდა წარსულში, მაგრამ ახლა გვესმის რომ ერთადერთი რეალური გამოსავალი სწორედ ერთიანობაში შეიძლება იყოს. რა ერთიანობაზე ლაპარაკობ, ვინ უნდა გაერთიანდეს? გინდ სასაგე და გინდ ერთად რო წამოვიდნენ თაწმინიდან მართლა რა. ერთად ჯობია ჩემი ახლა. ეს მე არ წამიკითხავს და შემთხვევით წავაწყდი ხა. ნუ კი არა, ესეთი ვრცელი კომენტარი, ანუ ირაკლი კრიცხალიამ რომ შვედეთის ზოგადად ფსიქოსოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას რო შეეხო. კი, და სავსე მართებულად. ხო, ვინმე მან აკეთეს ამბავი რომ შვედეთი ხო გუსტავ გოტბერგი და არ იცოდი ისა? ხო და ნახე რა უთქვავს ძალიან მაგარი რა. გუსტავ გოტბერგ რა თქმა უნდა, ნუ მანამდე ეს რა შოკირებული ვიყავიო რომ მოვისმინო რატო წმინდა შვედეთი, თქვენ არ იყავით რომ ასტერილებდით ადამიანებს, ანუ გამრავლებს კატებს არ ასტერილებენ და ჩვეულებრივ ფაშისტების პოლიტიკა გაქვთ, ფაშისტებმა ისესხეს თქვენგან ეგ. და 80-იანების ბოლოს აკეთებდით, ანუ ჩვენ 80-იანებში რას ამბობთ? ისწავლეთ აქედან კიდე რაღაცები. ხო და ნახე რას ამბობს. რა თქმა უნდა, შვედეთს კრიმინალის მხრივ პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ შვედეთში გასული თვე იყო პირველი ამ 8 წლის განმავლობაში მკვლელობებისა და საბედისწერო შემთხვევების გარეშე და ეგ გითხრათ მე 8 წელი რომ ვაკხანალია გაქვთ და რომ ვერ გაგიგიათ რა უნდა ქნა და პირველი თვე რო იყო და რომ ააფეთქეთ ყველაფერი და სტოკჰოლმი და მაგარი ქალაქები რო აქციეთ მიუსვლელ ადგილებად ეგ გითხრათ მე და მიხედეთ რა თქვენ თავს გია ჯაფარიძე აი ეს გათვლავთ, მაგრამ ხა თუ საბოტაჟზე ვსაუბრობ, თუ ვინმე რამის საბოტაჟს აკეთებს, ეს არის სწორედ ქართული ოცნება. ქართულმა ოცნებამ გააკეთა საქართველოს სახელმწიფოს მომავლის საბოტაჟი, ხო, ვინც იცის საქართველოს ისტორია, ყველა დამეთანხმება, რომ საქართველო იმისთვის, რომ გადარჩენილიყო როგორც სახელმწიფო გადაერჩინა თავისი თვითმყოფადობა, გადაერჩინა თავისი ქართული და ქრისტიანული იდენტობა, ყოველთვის მიილტვოდა ყოფილიყო იმ სივრცის ნაწილი, სადაც არის სწორედ დაცულობა, სადაც იქნებოდა დაცული ჩვენი ფიზიკური უსაფრთხოება, სადაც დაცული იქნებოდა ჩვენი
იდენტობრივი უსაფრთხოება, სადაც დაცული იქნებოდა ჩვენი თვითყოფადობა და ეს არის ძლიერი მოკავშირე. გავაჩეროთ. ესე იგი ადამიანი, რომელიც ძმაც საერთოდ იბრძვის ამერიკული იდეებისთვის, ამერიკული ინტერესებისთვის და ძალიან ანტურაჟით, გარეგნულად უკვე ჩვეულებრივი კომპრადორული ელიტისაც არა, კომპრადორია ჩვეულებრივი, შეგახსენებთ კომპრადორი. იანკიც ვერა. მომსახურე პერსონალი კოლონიზირებულ ქვეყნებში თეთრ კოლონიზატორებსა და ადგილობრივებს შორის ადგილობრივები იყვნენ, ოღონდ რომლებიც ღალატობდნენ თავიანთ ადათებს, წესჩვეულებებს და ასე შემდეგ. აი ეს ტიპი იძახის, რომ აი ეს deep state და ბიუროკრატიული ევროპა იცავდა ჩვენს რომელს კაცო ბიუროკრატიული ევროპის წარმომადგენლები არ ჩამოდიდნენ როთი მაგალითად ეკლესიას რო უტევდა დემოკრატიულმა ევროპამ არ მოითხოვა ანტი LGBT პროპაგანდის კანონის გაუქმება შენ თანამედროვეში ეს თან ისტორიულად იძახ ისტორიულად შენ ხო იცი კაცო როდის და შუა საუკუნეებში ვინ გვედგა ჩვენ გვერდით ლექსი მაინც არა აქვს განხული ანუ არა დაწუნებული ვარ. მუხრან მაჭავარი არის. ხო მუხრანის არის, მე მგონი კი. კი. კი ბატონო. კარგი, ხატია დეკანოიძე. ჩვენ შევხედოთ ესე, ანუ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ქართულ ხალხს ძალაუფლება, უფრო სწორად ხელისუფლებად მე მათ არ ვაღიარებ, ძალიან დიდი ხანი უკვე. ეს არის ძალაუფლება, ანუ ივანიშვილის ქართული ოცნება, ქაოსის და ძალადობის შემომტანი, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შემომტანი იზოლაციის ამ ქვეყნის. მათ საქართველოს მოქალაქეებს გამოუცხადეს ძალიან მარტივად, რომ ჩვენი ბედი კი არ უნდა გადაწყდეს ჩვენს ძლიერ მეგობრებთან ერთად, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, შავი ზღვის უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, სისტემების გაძლიერების შემდეგ, როგორიც არის ვთქვათ ჩვენი მეზობლები აზერბაიჯანი, სომხეთი, თუნდაც ახალი ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში, როგორიც შედის სომხეთში ეს ნახევარგამტარებზე მაქვს საუბარი, უზარმაზარი ქარხანა და უზარმაზარი ინვესტიცია იდება, სადაც მაღალ ტექნოლოგიური, ძალიან სერიოზული, ვთქვათ, კვალიფიციური მუშახელია საჭირო, ტექნოლოგიური გარღვევებია საჭირო. ერთადერთი ინვესტიციაზე, აი მეგობრებო, კიდე ქართული ოცნების მხარდაჭერას მინდა მიმართო, ერთადერთი ინვესტიციაზე, რომელზეც ლაპარაკობენ, ეს არის რაღაცა გაუგებარი, დახურული. ხო, ესენი არიან ანაკლიის სპორტის ვინც ებრძოდა ის ხალხი. კი, არა, აღარ გაუშვათ ეგეთი. ხო, დონალდ ტრამპმა 17 მაისის საყოველთაო ლოცვის დღედ გამოაცხადა. 17 მაისი. 17 მაისი არის მეგობრებო LGBT თემის ზეიმის დღე მთელ სოფლიოში. ცხადია ჩვენ როგორ უპასუხეთ მას როცა პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღე დააფუძნა და საპატრიარქომ და მეორე ტრამპიც ეწევა პლაგიატს პატრიარქის, რა თქმა უნდა. და შესაბამისად, პატრიარქის დაწესებული დღე არის. შესაბამისად, ეს გვაქვს, რაც გვაქვს და ჩვენ გოს უნდა მოვკითხოთ ახლა რომ რაღაცა ამერიკული ტრამპი კი არა და ზოგადად ჩვენ ახლა 3 წელია ხედავთ რომ მართლა საქართველოს პლაგიატი გახდა ამერიკიდან ევროპის ჩათვლით ყველა და რა გინდა 17 მაისს სპეციალურად თავის დროზე როდის შემოიღეს 13-ში ხო 14-ში ხო ეს იყო ზუსტადაც რა თქმა უნდა ჩვენი პატრიარქის ბრძული ნაბიჯი რომ ეს გაეკეთებინათ რა რომ წინ აღდგომოდა ამას და კარგია რომ სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ თუ მიბაძავენ რა ვიცი ხო არ ეგეთ ქვეყნები სერბეთი მაგალითად და უნგრეთში არის პოლონეთი ხო პოლონეთი შეიძლება პოლონეთი ხო ჩეხეთში არის თუ არა ეკლესიისადმი და ესეთ ღირებულებისადმი ესეთი პიიტეტი როგორც პოლონეთში არის ხა პრემიერი მაგარი ანტილიბერალი გაიჩინა ყველაზე მეტი ათეიზმით გამოირჩევა თუნდაც არ ვამბობ რა არა ანუ უბრალოდ ათეიზმის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე სკანდინავიის შემდეგ, ხო? დიდი ისტორიის და პოლონეთია რა. პოლონეთი, კი ბატონო, პოლონეთში ორთოდოქსები არის, ამ კუთხით არა რელიგიურ მიმართებას კი არ ვამბობ, კონფესიურს, არამედ თვითონ ესენი არის. კარგით, კი ბატონო, ლევან ცუცქირიძე ვინ არის? არა, არ გვინდა, ხო? კაი, მაშინ ცუცქო ნამედანია. მაშინ მეყოფა და ამოვწუროთ დღეს ამით ამოვწუროთ მეგობრებო ჩვენი განაცემა და ერთმანეთს შევხვდებით. ორშაბათს და დაანონსეთ თქვენი საინტერესო განაცემა. კვირას ნახევარზე ევროპის დაიში თქვენი ხელოთ ფრიად საჭირბოროტო საკითხზე. და მოდი არ გეტყვით რა თემა არის, მაგრამ ეს თემა იქნება ძალიან ახალი. ეს არის იმ დილემასა და ურთიერთშეპირისპირებული იდეის განხილვა, რაც არის ეროვნული სუვერენიტეტი და იდეოლოგიური ტყვეობა.
კი ბატონო, კარგად გზანდებოდეთ ამ ფორმატით ორ შაბათამდე გემშვიდობებით. კარგად. ნახვამდის.